საღამოშვიდობის სამეგობრებო, მოგესალმებით ყველას. ესე იგი, მე გადავეყარე ერთ ვიდეოს, რა თქმა უნდა, თამარ მეფის ვიდეოს, რომელიც TikTok-ზე შემხვდა და ყველას დაგპატიჟებთ. ეს სრულიად საქართველოს თემაა და მინდა ასევე თქვენ მოისმინოთ. ამისათვის ჩვენ ახლა ვუყურებთ ერთ ვიდეოს, შემდეგ ამ ვიდეოზე ვისაუბრებ. ძალიან დიდი უწევს პოპულარიზაცია იმ საკითხს, ეწევა თუ როგორ უკეთდება იმ საკითხს, რომ თამარ მეფე არ ყოფილა ტახტის ლეგიტიმური მემკვიდრე და ახლა უნდა ვამხილო მე ფუკოს ქანქარა, არ ვიცი ვინ არის, მოდი ერთად ვუყუროთ, მოდით. აი ახლა ჩვენ შევხედავთ. არ ყოფილა ტახტის ლეგიტიმური მემკვიდრე. დევნა უფლისწულს ეკუთვნოდა კანონიერად. თამარ მეფე არ ყოფილა ტახტის ლეგიტიმური მემკვიდრე. დევნა უფლისწულს ეკუთვნოდა კანონიერად ტახტი. ბევრს ეს აღიზიანებს, მაგრამ ეს რეალობას არ ცვლის. დევნა უფლისწულს თამარის მამამ გიორგი მესამემ თვალები დასთხარა და დაასაჭურისა და ამის მერე აკავს ტახტზე თამარი. თამარის დიდი ბაბუის დავით აღმაშენებლის მემკვიდრეებმა ტახტისთვის ბრძოლა დავითის გარდაცვალებიდან მალევე დაიწყეს. შავი ზღვიდან კასპიის ზღვამდე გადაჭიმული სამეფო დავითის უფროსმა ვაჟმა დემეტრემ ჩაიბარა. დემეტრე ტერიტორიების შემოერთებაზე ნაკლებად ცნობდა. უფრო საშინაო საქმეების ძალგებით იყო დაკავებული. დასალაგებელი კი ბევრი იყო. 1020-ში დემეტრეს აუჯანყდა ფეოდალი ივანე აბულეთის წინ. მას უნდოდა, რომ დემეტრეს ნახევარწმა ვახტანგი დაესვა ტახტზე. დემეტრემ აჯანყება ჩაახშო და ნახევარწმას თვალები დასთხარა. 25 წლის შემდეგ დემეტრეს ამჯერად საკუთარი უფროსი შვილი დავითი დაუპირისპირდა. მემატიანები გვიყვებიან, რომ დემეტრეს უმცროსი შვილი გიორგი უფრო უყვარდა. სავარაუდოდ სწორედ ამიტომ დაუპირისპირდა ტახტის დაკარგვის შიშით შეპყრობილი კანონიერი მემკვიდრე დავითი მამამისს. მან მამას აიძულა ტახტზე უარი ეთქვა. დემეტრემ შემდეგი 6 თვე მონასტერში ბერად გაატარა. მერე უცნაურობა მოხდა. დავით მეხუთე მოულოდნელად 6 თვეში გარდაიცვალა. არის ვერსიაც, რომ დავითი მოაწამბინეს. ასეა თუ ისე ტახტზე ისევ დემეტრე ავიდა. სამეფო ტრადიციის გათვალისწინებით დემეტრეს შემდეგ ტახტზე გარდაცვლილი დავითის შვილი დემნა უნდა ასულიყო. დემეტრეს ეს არ უნდოდა და თავის სიცოცხლეშივე მეფობის უკანასკნელ წელს თანამოსაგზრად დაისვა უმცროსი შვილი გიორგი და არა დემნა, ვისაც ეს კანონით ეკუთვნოდა. ეს იყო ცხადი სიგნალი ფეოდალებისთვის. გიორგია ჩემი მემკვიდრე. გიორგი მესამე ტახტზე რომ ავიდა, კანონიერი მემკვიდრე დემნა ჯერ კიდევ მცირეწლოვანი იყო. 21 წელიწადში ის აჯანყდა. საქართველოს ისტორიაში ნეგატიურ პიროვნებას ცნობილ უფლისწულს მემატიანე საკმაოდ კარგად ახასიათებს. სახე კეთილი და ყოვლითა ხელითა მარჯვე. ნასწავლე მსგავსი სახლიშვილობისა მათისა. აჯანყებაში დემნას მხარი დაუჭირა საქართველოს ამირ სპასალარმა, ივანე ორბელმა. წყაროები გვეუბნებიან, რომ აჯანყებულების ჯარი საკმაოდ დიდი იყო. 30,000 მიაღწია. წარმოიდგინეთ, მეზობელ მაჰმადიანურ ქვეყნებშიც კი დაიწყეს ელჩების გაგზავნა გარანტირებულად რომ ჰქონოდათ ტახტი. მეორე მხარეს გიორგი მესამეს ყივჩაღებმა დაუჭირეს მხარი. რაღაც ეტაპზე გიორგი მესამემ უპირატესობა მოიპოვა. აჯანყებულებში გაჩნდა შიში და კონფლიქტები ერთმანეთთან. პირველივე შეტაკებაში დამარცხდნენ და ნელ-ნელა მეფის მხარეზე დაიწყეს გადასვლა. დემნა და ივანე ორბელი ლორის ციხისიმაგრეში მალებულობდნენ, მაგრამ როცა გიორგი მესამემ ალყა შემოარტყა, დანებდნენ. დემნა დაჩუქილი სთხოვდა ბიძას პატიებას, მაგრამ გიორგი მესამემ გადაწყვეტილება არ შეცვალა. დემნას სხვანაირად წავიდოდა. სამაგიეროდ ვიცით ის, რომ გიორგი მესამის შვილის თამარ მეფის მმართველობას და კულტურაშიც. საქართველოს ევროპის თამარ მეფე არ ყოფილა ტახტის ლეგიტიმური მემკვიდრე. ეხლა მე მოგიყვებით სწორ ვერსიას. ვისაც გაინტერესებთ, დარჩით. ძალიან ბევრი შეცდომებია ამ ვიდეოში, როგორც გარეგნული, ისე შიგთავსური, შინაგანი, როგორ ვთქვა, შინაარსობრივი. და მოდი ახლა დავაპაუზებ ხოლმე და ისე მოგიყვებით. დემნა უფლისწულს ეკუთვნოდა კანონიერად ტახტი. ბევრს ეს აღიზიანებს, მაგრამ ეს რეალობას არ ცვლის. დემნა უფლისწულს თამარის მამამ გიორგი მესამემ თვალები დასთხარა და დაასაჭურისა და ამის მერე აკავს ტახტზე თამარი. თამარის დიდი ბაბუის დავით აღმაშენებლის მემკვიდრეებმა ტახტისთვის ბრძოლა დავითის გარდაცვალებიდან მალევე დაიწყეს.
შავი ზღვიდან კასპიის ზღვამდე გადაჭიმული სამეფო დავითის უფროსმა ვაჟმა დემეტრემ ჩაიბარა. დემეტრე ტერიტორიების შემოერთება ეს დემეტრე არ არის მეგობრებო, ეს არის გიორგი მესამე. აი ეს არის გიორგი მესამე. აქ ხშირად აჩვენებენ როგორც დემეტრე, მაგრამ არ არის ეს არის გიორგი მესამე. ეს არის ვარძიის ფრესკიდან, აქ დგას თამარი, აქ დგას გიორგი და კიდევ გვერდზე უდგათ ლაშა გიორგი. გავაგრძელოთ? გავაგრძელოთ. ზე ნაკლებად ცუნავდა. უფრო საშინაო საქმეების ძალგებით იყო დაკავებული. დასვალგებელი კი ბევრი იყო. 1020-ში დემეტრეს აუჯანყდა ფეოდალი ივანე აბულეთის წინ. მას უნდოდა რომ დემეტრეს ნახევარწმა ბახტანგი დაესვა ტახტზე. დემეტრემ აჯანყება ჩაახშო და ნახევარწმას თვალები დასთხარა. 25 წლის შემდეგ დემეტრეს ამჯერად საკუთარი უფროსი შვილი დავითი დაუპირისპირდა. მემატიანები უყვებიან რომ დავითი დაუპირისპირდა, დემეტრეს დავითი დაუპირისპირდა იმის გამო რომ ეხლა იტყვის დემეტრეს უმცროსი შვილი გიორგი უფრო უყვარდა. სავარაუდოდ სწორედ ამიტომ დაუპირისპირდა ტახტის დაკარგვის შიშით შეპყრობილი კანონიერი მემკვიდრე დავითი მამამისს. მან მამას აიძულა ტახტზე უარი ეთქვა. დემეტრემ შემდეგი 6 თვე მონასტერში ბერად გაატარა. დემეტრემ 6 თვე ბერად გაატარა, იმიტომ რომ ძალით აღკვეცეს ბერად. შვილმა მოუწყო შეთქმულება და მამამისი გააძევა ბერად. წაკითხulis თანახმად, როგორც ისტორიაში გვიწერია, იმდენი ილოცა მამამ, რომ ეს შვილი მომკვდარი იყო, რომ 6 თვეში მართლაც მოკვდა. რატომ ილოცა მამამ, რომ შვილი მომკვდარი იყო? პირველ რიგში პატივი არცა მეფეს, ძალით აუჯანყდა და გააძევა ბერად. რა თქმა უნდა, ეს არც ერთ ზეციურ კანონში არ წერია, რომ მამა გააძევო ბერად და შენ დაჯდე მეფეთ. ამიტომ 6 თვის განმავლობაში მეფობს მისი შვილი, ხოლო კვდება. გაურკვეველ მდგომარეობაში სავარაუდოდ ის მართლაც მოკვდა მამის წყევლით. მერე უსაუბრობა დავით მეხუთე მოულოდნელად 6 თვეში გარდაიცვალა. არის ვერსიაც, რომ დავითი მოაწამბინეს. ასე თუ ისე ტახტზე ისევ დემეტრე ავიდა. სამეფო ტრადიციის გათვალისწინებით დემეტრეს შემდეგ ტახტზე გარდაცვლილი დავითის შვილი დემნა უნდა ასულიყო. დემეტრეს ეს არ უნდოდა. დემნა როგორ ავიდოდა, იმიტომ რომ იყო 1 წლის. ჯერ ვერ ავიდოდა დემნა 1 წლის ასაკში ტახტზე. დემნას დედა კიდე საერთოდ აზრზე არ იყო და დემნას დედას ვერ დასვავდნენ დედოფლად. დემეტრე, როდესაც გარდაიცვალა, გიორგი მესამემ თქვა, რომ სანამ დემნა უფლისწული არის მცირეწლოვანი, მე გავუძღვები ლეგიტიმურად ავიდა, ძალიან ჩვეულებრივად ლეგიტიმურად ავიდა ტახტზე გიორგი მესამე. მისი ძმა გარდაიცვალა, მოაწამლილეს, არ მოაწამლილეს, ეს რომ მოეწამლინებინათ, ხო? მამამისი მანამდე გააკეთებდა ამ საკითხს. და შეიძლება ვივარაუდოთ, რომ მოაწამლილეს, მაგრამ ვინ მოაწამლინა, არც ეგ არ ვიცით. ნუ ეხლა ყოველ შემთხვევაში ცილის წამება რომ არ გამოგვივიდეს, არ ვიცით როგორ გარდაიცვალა დემნა. დემეტრე უпроსწორად დემნას მამა. გავაგრძელოთ? და თავის სიცოცხლეშივე მეფობის უკანასკნელ წელს თანამოსაყდრად დაისვა უმცროსი შვილი გიორგი და არა დემნა, ვისაც კანონით ეკუთვნოდა. ეს იყო ცხადი სიგნალი ფეოდალებისთვის. გიორგია ჩემი მემკვიდრე. გიორგი მესამე ტახტზე რომ ავიდა, კანონიერი მემკვიდრე დემნა ჯერ კიდევ მცირეწლოვანი იყო. 21. უყურეთ, აქ კიდევ ყვება მამამისზე, გიორგი მესამის მამაზე, დემეტრეზე, ხო? გიორგი მესამის მამა. დემეტრეზე კი არა, მოიცადე რა ერქვა კაცო. ერთი წუთი. მე მგონი რაღაც შეცდომა. წელიწადში ის აჯანყდა. საქართველოს ისტორიაში ნეგატიურ პიროვნებად დემნა, ვისაც კანონით ეკუთვნოდა. ეს იყო ცხელი, დემნა უნდა ასულიყო. დემეტრეს ეს არ უნდოდა და თავის სიცოცხლეშივე მეფობის უკანასკნელ წელს თანამოსაყდრად დაისვა უმცროსი შვილი გიორგი და არა დემნა, ვისაც დემეტრემ მისი შვილებიდან გამოარჩია თავისი უმცროსი შვილი და მოსაყდრედ დაისვა. ეს მისი კეთილი ნება არის და თავისი გადაწყვეტილება ვინ უნდა აირჩიოს მეფედ. რა თქმა უნდა, ტახტი ეკუთვნოდა უფროსს,
მაგრამ ხედავდა რომ ეს უფროსი არ არის მეფობისთვის მზად და არც შეუძლია ეს. მოდი ნახოთ. ეს იყო ცხადი სიგნალი ფეოდალებისთვის. გიორგია ჩემი მემკვიდრე. გიორგი მესამე და ტახტზე ვინ რომ ფეოდალებისთვის? ვინ ფეოდალებისთვის? ვინ იყო? მეფე ხო იყო? აი თქვათ მეფეებს, აუ რა მაგარი ისენი აქვთ, რა ქვია, ხმის უფლება. რა ხმის უფლება? რომელი ფეოდალი უნდა აღუდგეს წინ მეფეს? მეფე წყვიტავს, მე მინდა ეს დავსვა მეფედ, ხო? ჯერ ეგეთი საქართველოს მეფეები ირჩევდნენ არა მემკვიდრეობით, არამედ რომელსაც გადასცემდა მეფე თავის ტახტს, მეფე ვისაც აირჩევდა, ის იყო საქართველოს მეფე. ხოლო ამ შემთხვევაში ფეოდალები უჯანყდებიან მეფეს გადაწყვეტილებაში. რატო? ვის რა უფლება აქვს და რომელ ფეოდალს უფლება აქვს, მეფემ გადაწყვიტა და შენ მას სხვანაირად გადაუწყვიტო. ხო? აქ სხვა ინტერესებია, ვნახოთ. მემკვიდრე დემნა ჯერ კიდევ მცირეწლოვანი იყო. 21 წელიწადში ის აჯანყდა. საქართველოს აქ ისტორიაში ურევს ეხლა, ნახე, ლაპარაკობს გიორგი მესამის მამაზე, მერე გადახტება დემნაზე და დემნას მამას ურევს დემეტრეს ურევს დემნაში. ანუ საერთოდ არ იცის, ამ ქალმა ისტორია არ იცის როგორ ჩანს რა. აზრზე არ არის მაშინ რა ხდებოდა. იმიტომ რომ აქ ისე გაურკვევლად ლაპარაკობს, რომელ დემნაზე ლაპარაკობს, რომელ დემეტრეზე, იმიტომ რომ დემნას მამას დემეტრე ერქვა და დემეტრეს მამას კიდე ერქვა რა ერქვა, დავითი? დავითი ერქვა. აქ კიდე ლაპარაკობს უცნაურად, ვერ გავიგე რას ლაპარაკობს, იმიტომ რომ არ ლაპარაკობს ნორმალურად. ურევს ერთმანეთში დემნას და დემეტრეს. მოდი კიდე მოусმინოთ, აბა ის მე არის. დემნა უნდა ასულიყო. დემეტრეს ეს არ უნდოდა და თავის სიცოცხლეშივე იქნა მონასტერში. ბერად გაატარა. მერე უცნაურობა. დავით მეხუთე მოულოდნელად 6 თვეში გარდაიცვალა. არის ვერსიაც რომ დავითი მოაწამბინეს. დავითი იყო დემეტრეს შვილი. დემეტრე იყო დავითის მამა. დავითის შვილი იყო დემნა. ანუ დემნას ერქვა ბაბუას სახელი, დემნა, დემეტრე. ეხა უყურე რა შეცდომას უშვებს, ნახეთ? ისევ დემეტრე ავიდა. სამეფო ტრადიციის გათვალისწინებით უყურეთ რა შეცდომა. ბერად გაატარა. მერე უცნაურობა. დავით მეხუთე მოულოდნელად 6 თვეში გარდაიცვალა. არის ვერსიაც რომ დავითი მოაწამბინეს. ასე თუ ისე ტახტზე ისევ დემეტრე ავიდა. სამეფო ტრადიციის გათვალისწინებით დემეტრეს შემდეგ ტახტზე გარდაცვლილი დავითის შვილი დემნა უნდა ასულიყო. დემეტრეს ეს არ უნდოდა და თავის სიცოცხლეშივე მეფობის უკანასკნელ წელს. ბიჭო, როგორ ავიდოდა? დემეტრი ავიდა, მამამისი ავიდა, ისე დავითის მამა ავიდა, რომელიც ბერად აღიკვეცა. მერე ისე მოიხსნა ბერობიდან, ჩამოვიდა, აღიკვეცა ბერად და შემდეგ ეუბნება ეს ადამიანი ამბობს, რომ 2 წლის ბავშვი უნდა ავიდეს მეფედ ტახტზე. რანაირად უნდა ავიდეს 2 წლის ბავშვი მეფედ ტახტზე, მითხარით, როგორ უნდა იმეფოს? თორე კი, ავიდეს, ავიდეს. მერე რა გააკეთა ამ დემნამ, იცით? დემნამ რა გააკეთა? აი, ყვება რა გააკეთა. შვილი გიორგი და არა დემნა, ისაც ეს კანონით ეკუთვნოდა. ეს იყო ცხადი სიგნალი ფეოდალებისთვის. გიორგია ჩემი მემკვიდრე. გიორგი მესამე ტახტზე რომ ავიდა, კანონიერი მემკვიდრე დემნა ჯერ კიდევ მცირეწლოვანი იყო. 21 წელიწადში ის აჯანყდა. მცირეწლოვანი იყო, ამბობს, 21 წელიწადში ის აჯანყდა. დაახლოებით 23 წლის იყო დემნა, როცა აჯანყდა. 23 წლის. ნახოთ. საქართველოს ისტორიაში ნეგატიურ პიროვნებას ცნობილ უფლისწულს მემატიანეს საკმაოდ კარგად ახასიათებს. სახე კეთილი და ყოვლითა ხელითა მარჯვე. ნასწავლი მსგავსი მაგარი ტიპი იყო, კი. აჯანყებაში დემნას მხარი დაუჭირა საქართველოს ამირ სპასალარმა, ივანე ორბელმა. კი ბატონო. წყაროები გვეუბნებიან, რომ აჯანყებულების ჯარი საკმაოდ 30,000 მიიყვნენ. 30,000 მიაღწია. იცი სად იყვნენ? 30,000 აზეულას მთაზე შეიკრიბა. იქ სადაც თამარი მერე მოითხოვს, რომ იქ წამიყვანეთ გარდასაცვალა სიკვდილისთვის. ეხლა რაც შეეხება ამას, 21 წელიწადში დემნა აჯანყდა. იყო ბავშვი 2 წლის, 2 წლის ვერ ავიდოდა ტახტზე. რაც არ უნდა ეცადა ეხლა ბაბუას, ვერ ავიდოდა 2 წლის ბავშვი ტახტზე. 2 წლის ბავშვისთვის რომ მიეცათ ტახტი, მაშინ უნდა ემეფათ ივანე და ორბელებს. ორბელებს რო ემეფათ, მაშინ ვეღარ იმეფებდნენ ბაგრატიონები. გიჟები იყვნენ ეს ბაგრატიონები, რომ თავისი ტახტი მიეცათ 2 წლის ბავშვისთვის.
არა, მაგრამ გიორგიმ თქვა, როდესაც გახდება სრულწლოვანი, მე მივცევ მას ტახტს, მაგრამ ვინაცალა გიორგის რომ მიეცა ტახტი, აუჯანყდნენ ორბელები. 21 წლის იყო ბიჭი, იყო ორბელების სიძე. ორბელების სიძე იყო. ის 30,000 კაცი რო შეკრიბა, დევნამ კი არ შეკრიბა. ორბელებმა შეკრიბეს და სრულიად ორბელები შეიკრიბნენ იქ. მათ შორის სხვადასხვა გვარები კიდე. ეხლა რა ხდება, ნახეთ? ვიდგინეთ, მეზობელ მაჰმადიანურ ქვეყნებშიც კი დაიწყეს ელჩების გაგზავნა გარანტირებულად რომ არა, ჩემო კარგო, კარგად შეისწავლე რა, რაღაცებს რო ლაპარაკობ მათ. გეტყვით, როდესაც შეიკრიბნენ 30,000 კაცი, იქ აზეულას მთაზე მეფე სად იყო იცით ამ დროს გიორგი მესამე? აბა თუ ბიჭები ხართ გამოიცანით. ომში საქართველოს იცავდა. ადგნენ ესენი საქართველოს დასაცავად რო იყვნენ აქ დარჩენილი იმისათვის თუ ვინმე სხვა შემოესეოდა რომ ეს ამათ დაეცვათ საქართველო, ადგნენ შეიკრიბნენ აზეულას მთაზე და ელჩები კი არ გააგზავნეს, მოიყვანეს ეპისკოპოსი და თავზე დაადეს დევნას გვირგვინი. კი ბატონო, დაადეს თავზე გვირგვინი დევნას და დევნა მეფეა უკვე. მეფეა და სხვათა შორის მამამისივით 6 თვე იმეფებს. ოღონდ ახლა მე მინდა გამახვილოთ ყურადღება, იცით რაზე, აი ახლა რასაც იტყვის. ქონოდათ ტახტი. მეორე მხარეს გიორგი მესამეს ყივჩაღებმა დაუჭირეს მხარე. რაღაც ეტაპზე გიორგი მესამემ უპირატესობა მოიპოვა. აჯანყებულებში გაჩნდა. უპირატესობა კი არ მოიპოვა, პირდაპირ ომიდან წამოვიდა, გაიგო რომ საქართველოში აჯანყებაა და შიდა აჯანყებაა და წამოვიდა პირდაპირ ომიდან, მოიგო ის ომი, წამოვიდა პირდაპირ ომიდან და დაადგა ამათ თავზე. ყივჩაღები გამოყვნენ. ეხლა უყურე რა ხდება. შიში და კონფლიქტები ერთმანეთთან. პირველივე შეტაკებაში დამარცხდნენ და ნელ-ნელა მეფის მხარეზე დაიწყეს გადასვლა. დემნა და ივანე ორბელი ლურის ციხესიმაგრეში ვალებულდნენ. მაგრამ როცა მეფის მხარეზე კი არ დამარცხდნენ და დაიწყეს გადასვლა, მანამდე გადავიდნენ მეფის მხარეზე. მე პირადად ვიცი რატომ გადავიდნენ მეფის მხარეზე, მანამდე სანამ მეფე ჩამოვიდოდა და დაადგებოდა თავზე. ესენი იყვნენ მხარგრძელები და კიდე ორი გვარის წარმომადგენელი. მამამისი სარგის მხარგრძელი თავის შვილებით და კიდე ორი გვარის წარმომადგენელი თავის შვილებით. ესენი გამოიყვნენ ჯარს და წამოვიდნენ, იმიტომ რომ იქ გაფრთხილება მიუვიდათ იქ თამარისგან. თამარი ამ დროს არის 21 წლის, 20 წლის შეიძლება 20 წლის, 21 წლის ესე. არანაირ 19 წლის. დავით აღმაშენებელი 16 წლის ავიდაო. ეგეც საკითხავია 16 წლის ავიდა თუ 4 წელი მოკლებული აქვს სხვათა შორის ქრონიკონში რო ვნახე თამარისთვის 4 წელი მოკლებული აქვს. რა შეაწყობდათ მე ვერ გავიგე, მაგრამ რეალურად თამარი იყო 21 წლის, როდესაც მოსაყდრედ დადგა. ეხლა უყურე რა ხდება აქ. აქ ხდება ძალიან მნიშვნელოვანი რაღაც, რაც მინდა რომ თქვენ თვითონ მიხვდეთ ეხლა და მოვისმინოთ. მესამემ ალყა შემოარტყა, დანებდნენ. დემნა დაჩოქილი სთხოვდა მიზას პატიებას, მაგრამ მოიცა, სანამ დაჩოქილი სთხოვდა, მანამდე რა მოხდა, არ იძახის. მეფეა ტიპი. წარმოიდგინეთ, რომ არის პატარა სახელმწიფო, აზეულას ციხეში 30,000 ადამიანია. ბიჭო, 30,000 ადამიანი არის 30 ადამიანი, არც 300. არის 30,000 მეომარი დგას. აზეულას ციხეში. წარმოგიდგენიათ ეს რამხელა ძალაა? მეფე გარედან ეხვეწება 5 თვე გაგრძელდა ეს დატყვევება. მეფემ დააკაფსულა ეს რა ქვია მაგას აზეულას ციხე და გარედან ეუბნებოდა და ევედრებოდა ივანე მხარგრძელს, ესა ივანე მხარგრძელი რა შუაში იყო ხა ორბელს, ივანე ორბელს რომ მოლაპარაკებაზე წამოდიო, ბიჭო, ეს იცი როგორი ტიპები იყვნენ, ერთად რო ბრძოლობდნენ, სულ, აი მუდამ რო ერთად იბრძოდნენ ომებში, ყველგან ორბელები იყვნენ მეფის მარჯვეხელები და ოცბად ეს ივანე ორბელი ადგება და ზურგში არტყავს მეფეს, გიორგის მესამეს, ხმალს, ხანჯალს ზურგში არტყავს და ეუბნება, რომ შენ, ბიჭო, რო დამპირდი მე ამ ჩემი სიძის გამეფებას, რატო აღარ აკეთებ, ხო? ჯერ ეგეთიც თუ ტრაკი გაქვს, თუ მაგარი ტიპი ხარ, ომში წასულ მეფეს რატო უჯანყდები? აუჯანყდი, როცა მეფეს სახშია, ხო?
კარგი გავანებოთ თავი, იქ პროჭული მოქცევაა, მაგრამ მოიქცა, კარგი მოიქცა. მეფე კიდე ეუბნება, მოდი რა მოლაპარაკებაზე წავიდეთ, რა გინდათ, მითხარით. ეს ეუბნება ივანე მხარგრძე, ნახევარი საქართველოს ჩვენ მოგვეცი, ნახევარი საქართველოში შენი მეფე. და ანუ გავყოთ რა საქართველოს ისედაც ორ მეფობაა, 6 თვის განმავლობაში ორ მეფობა იყო. იმიტომ რომ დემნა უფლისწულს თავზე დაადგეს გვირგვინი. ძალიან ლეგიტიმურად, იმიტომ რომ მოიყვანეს ეპისკოპოსი და დაადგმევინეს გვირგვინი. მაგრამ ეხლა ნახე რას აკეთებს ეს დემნა უფლისწული და მეფე რას აკეთებს აქ. მე მინდა რომ ყურადღება მიაქციოთ ერთ რამეს. 30,000 მეომარი ყავს. დემნა უფლისწულო და ხარ მეფე. რას აკეთებ ამ დროს? მუხლის ჩოქებზე როგორ ეხვეწება, როგორ მივიდა მეფემდე, რატო არ ეუბნე, რატო არ იძახიან აქ, როგორ მივიდა მეფემდე, გიორგი მესამემდე დემნა უფლისწული. აბა ვნახოთ. იტყვის, თუ არ იტყვის მე გეტყვით. ერეკლე მეორე, საქართველოს ერთ-ერთი რა ერეკლე თამარ მეფე არ ყოფილა ტახტის ლეგიტიმური მემკვიდრე. აი არ ყოფილა ტახტის ლეგიტიმური მემკვიდრე. როგორ იწყებს ჯერ, როგორ რეალობას არ კარგი რა, გეგონება ის მოიცა ეს შეფება ქართველი დიდებული. პირველ წელს ყურები და ცხვირი დააჭრა. თავისივე ბიძოლა მოიყვანა. დემეტრე თავადებს საპატრიარქოს შენობა აშენებულია ქართველი დემეტრე პირველ წელს საქართველოს თამარ მეფე არ ყოფილა ტახტის ლეგიტიმური მემკვიდრე. დემნა უფლისწულს ეკუთვნოდა კანონიერად. ჩაუწევდა იქ რომ ივანე გავაგზავნეთ. ეხლა უკვე დემნა უფლისწული არის იოანე იმასთან რა ქვია მაგას ორბელთან თავის სიძე კი არა და სიმამრთან ერთად 30,000 მეომრით არის მეფე. წარმოიდგინეთ რომ სცენარი წარმოიდგინეთ და მე ეს იცი როგორ მაგავლელი დაღეჭირა აი რომ დავინახე სურათები. სცენარზე რომ მუშაობდი მაშინ ახლა სცენარზე მუშაობდი ხალხო. რეჟისორი ვარ და სცენარისტი ვარ. ამ დროს რა ხდება ნახეთ, უყურე რა ხდება. მე არ ვადანაშაულებ დემნა უფლისწულს, მაგრამ გეუბნებით, რას უნდა მიაქციოთ ყურადღება. მეფე ხარ. 23 წლის მეფე ხარ. 30,000 ჯარის კაცი გიდგას შენ გვერდით. რას აკეთებ ამ დროს? აი რას აკეთებ ამ დროს? ადგები და გადმოდიხარ, გადმოძვრები იქიდან, კოშკიდან, თოკით გადმოძვრები, გაეპარები, მოტყდები ამ შენი ჯარის კაცებიდან, რომლებმაც მეფედ გაღიარეს და მიდიხარ მეფესთან და მუხლებში უვარდები რომ მაპატიეო. ბიჭო, мотиваცია მითხარი, რატო აკეთებ ამას? აი мотиваციას რო შევხედოთ, რატო აკეთებს დემნა უფლისწული ამას? აქ ხვდები ერთ რამეს. დემნა უფლისწულის ჭვრიტავს იმას, რომ აქ იოანე ორბელის ინტერესი არ არის ქვეყანაზე მორგებული. იოანე ორბელის ინტერესი არის მხოლოდ თავის ძალაუფლებაზე მორგებული. არც დემნა უფლისწულის ძალაუფლებაზეა. კიდე ითიშება, მხოლოდ მორგებული არის თავის პირად ინტერესებზე. და ამიტომ ეხლა მე მინდა რატომ არ აკეთებენ ეს დაუჭირა საქართველოს ამირს პასავართან ივანე ორბელმა. წყაროები გვეუბნებიან, რომ აჯანყებულების ჯარი საკმაოდ დიდი იყო. 30,000 მიაღწია. წარმოიდგინეთ, მეზობელ მაჰმადიანურ ქვეყნებშიც კი დაიწყეს ელჩების გაგზავნა გარანტირებულად რომ რა წარმოვიდგინეთ რა. აი რა წარმოვიდგინოთ. წარმოიდგინეთ იქაც დაიწყეს რატო დაიწყეს გაგზავნა? რატო არ მოელაპარაკნენ მეფეს? რატო არ დაელოდნენ მეფეს? რატომ არ უთხრეს მეფეს რომ ეხლა ჩვენ გვინდა რომ ეს ადამიანი დავსვათ მეფე და მოდი რა, შენ ომში რომ მიდიხარ, კაცო არ წახვიდე იმ ომში და მოდი ეხლა ეს შევცვალოთ მეფე. წარმოიდგინეთ იქაც კი დაიწყეს გეგონება ისეთი რაღაც მოხდა. იცით რატო გააგზავნეს? ელჩების მოსაგზავნად კი არ გააგზავნეს. ვეღარ უმკლავდებოდნენ ამ იმას რა ჯარის გასაძლიერებლად გააგზავნეს ორი თავისი ხალხი რომ წადითო და მოიყვანეთ ის მუსულმანებიო რომ დაგვიდგნენ მხარშიო. გესმის ახლა წარმოგიდგენიათ იქ რა მოლაპარაკებები მიმდინარეობდა რომ აგზავნიან ორ თავის ჯარისკაცს რომ წასულიყვნენ და ყიზილბაშებთან მოლაპარაკება განეხორციელებინათ. ისინი ვერც ჩამოასწრებენ, წავლენ. სანამ ისინი მოლაპარაკებას მოახერხებენ, გიორგი მესამე 6 თვის განმავლობაში უკვე ამათ დაიპყრობს როგორ, იმიტომ რომ დემნა გადმოვა და წამოვა ამათ მხარეს. ბოლომდე მოვისმინოთ. ჩაღებმა დაუჭირეს მხარი.
რაღაც ეტაპზე გიორგი მესამემ უპირატესობა მოიპოვა. აჯანყებულებში გაჩნდა შიში და კონფლიქტები არაფერი შიში არ გაჩნდა, 6 თვე იყვნენ ჯიუტად შენ. რომელ შეტაკებაზე არ ყოფილა შეტაკება ხალხ? შეტაკება არ ყოფილა იქ. შეტაკება არ ყოფილა, პირდაპირ დააკაფსულა, მეფემ პირდაპირ დააკაფსულა ის აჯანყებულები. მაგრამ როცა გიორგი მესამემ ალყა შემოარტყა, დანებდნენ. დემნა დაჩუქილისხოვდა მიზას პატიებას, მაგრამ გიორგი მესამემ გადაწყვეტილება არ შეცვალა. დემნას თვალები დასთხარა და დაასაჭურისა. საშილს დემნამ ვერ გაუძლო და მალევე გარდაიცვალა. გიორგიმ გადაასაჭურისა, უх თქვენი რა უნდა გიქნათ რა, დედას ვიცავ, მაგ ამოგიღებთ მიწიდან. გიორგიმ კი არ დაასაჭურისა, ბიჭო. გიორგი ეხვეწებოდა ამ ადამიანებს, ნუ ჩამაგდებთ მაგ მდგომარეობაში, წავიდეთ მოლაპარაკებაზე, ვერ გავყოფ საქართველოს. ეუბნებოდა გიორგი, სხვა მოლაპარაკებაზე წავიდეთ, ეუბნებოდა. არა, იქ შიგნიდან ჯიქებივით გაჯიქდნენ ეს ყველა. ამათ იმედი აქვს, რომ ეს გაგზავნილი ხალხი იქ ყივჩაღებში რომ გააგზავნეს, მოვა დასახმარებლად, გარედან ისინი დაარტყავენ, შიგნიდან მერე ისინი და გიორგი მესამეს დედას მოუხნავენ. მაგრამ რა მოხდა? როგორც თამარმა გააფრთხილა და სანამ აჯანყება მოხდებოდა, სანამ დაარტყავდა გიორგი მესამე, შეჯახება არ ყოფილა იქ. პირველი შეჯახება არ ყოფილა, ტყუილია იქ. გამოვიდნენ და წამოყვნენ, სანამ მეფის მხარეს გადმოვიდნენ მანამდე. სანამ საერთოდ ომი მოხდებოდა. შემდეგ 6 თვის განმავლობაში ეს ადამიანები დაიღალნენ, მოშივდათ. მზამთარმა მოუწიათ. და საბოლოო ჯამში როდესაც მიხვდა დემნა უფლისწული, რომ ესენი ვერ იყვნენ თავის შუაზე ეს ორბელები, წამოვიდა და გადმოვიდა და მეფეს უთხრა, რომ აპატიე, რა ვქნა, აი რა ხდება, აი ინტერესი, აი პირდაპირ გეუბნებით რა, დემნა უფლისწული რომ სიკვდილზე მიდის, ამ დროს იცის. ბიჭო, თუ ისეთ სიკვდილია და ესეთ სიკვდილია, მაშინ დემნა უფლისწული შინაგანში უნდა ჩავიდეთ და გავიგოთ, რატო მიიღო ეს გადაწყვეტილება. იმიტომ რომ დარჩებოდა, მოკვდებოდა, გამოვიდა და მოკვდებოდა. დემნა ყველა შემთხვევაში კვდებოდა. დემნაზე ტყდებოდა ეს და ამ დეგენერატების ამბიცია, ორბელების ამბიცია, თავი გაიწყვიტეს პრინციპში ამათმა თვითონვე რა. ეხლა გითხრა დემნა უფლისწულს რო არ გაიკეთებინა ეს ქმედება, მოხდებოდა შეჯახება. ყველა შემთხვევაში დაიხოცებოდა ორივე მხარე, ძლიერები იყვნენ ორივე, ორბელებიც და ბაგრატიონებიც. ორივე ძლიერები იყვნენ, დაიხოცებოდნენ ორივე. დედა მოეხმნებოდა მთელ საქართველოს და ნუ მერე ისედაც მოეხნა დედა საქართველოს თამარ მეფის მერე, მაგრამ ეს გაბწყინების ხანას ვერ ვიხილავდით ჩვენ მე-12 საუკუნეში. რატო ვერ ვიხილავდით, იცით? ვერ წარმოვიდგენით, რომ ქალს შეიძლება მეფობა შეძლებოდა, მაგრამ ეხლა გეტყვით, რა მოხდა მან. დემნა უფლისწული რო ხდება, რომ შანსი არ არის ეს შეტაკება რომ მოხდეს, ყველა იღუპება საქართველო და გადაწყვეტილებას იღებს, ვერ გააგებინებს იმ ორბელს, იმიტომ რომ ჯიქია ის ორბელი, იმენა ხისთავიანია ის ორბელი, გადმოდის და გამოიპარება იმის იმედით, რომ მეფე შეიწყალებს. რას აკეთებს მეფე ამ დროს? მე ყველაფერი დანახული მაქვს, შეგრძნებული მაქვს მეფის მდგომარეობა ამ დროს რას აკეთებს. ბიჭო, მოდის ეს დემნა უფლისწული, გიორგი მესამეს უვარდება მუხლებში და რა უნდა ქნას მეფე? გაიყინება მეფე. გეუბნებით, მეფეს არ ქონდა უფლება შეწყალების, იმიტომ რომ მეფეს ასეთი საქციელის გამო ყველა უნდა მოეკლა, სიკვდილით უნდა დაესაჯა. ეს იყო მეფის მოვალეობა. ამიტომ მეფე იცილებს ამას, თავის ვალდებულებიდან ვერ შეიწყალებს. შეეძლო შეწყალება, მაგრამ ვერ შეიწყალებს მეფეს აუჯანყდნენ. პირდაპირ მეფეს აუჯანყდნენ, გესმის? მეფის წინააღმდეგ რო არ აჯანყებული იყვნენ, მაშინ შეიძლება მეფეს კიდევ შეეწყალებინა, მაგრამ არა, რას აკეთებს გიორგი მესამე? უნდა გასცეს ბრძანება, რომ მოკალით. ყველანი უნდა მოკვდნენ. და რას აკეთებს? ახლა ნახე, უყურე რას აკეთებს უბრალოდ. დაინახეთ გიორგი მესამის ქმედებაც რა, მე მინდა რომ გიორგი მესამეს არ ვამართლებ, მაგრამ გასასამართლებელი არ ქონდა გიორგი, არც დაუტოვა არავინ გიორგი მესამეს გასასამართლებელი. გიორგი მესამე ერთადერთ შანსს იყენებს რა, აი შახმატს რო თამაშობთ, ხო? იყენებს ერთადერთ შანსს, რომ მე ვერ შევიწყალებ, არა მაქვს უფლება რომ შევიწყალო, მაგრამ იქნება და ეკლესიამ შეიწყალოს მაგის დედავატირე და ქრისტიანები ისინი არ არიან? ადგება და ამ ყველაფერს გადასცემს ეკლესიას, რომ თქვენ გადაწყვიტეთო.
თქვენ იბჭე თუ ამაზე რაც გინდა ის უყავითო მე გამოვეთიშეო რა ეს წერილობით წერია რომ გადასცემს იმას კომისია კი არა ეკლესიას გადასცემს ვინც წყვეტს ამ საკითხს საერთოდ თუ რაღაცა ქვია მაგას დამავიწყდა ამის ტერმინოლოგია კრებას გადასცემს ვისი კრება უნდა შემდგარიყო მღვდლების კრება უნდა შემდგარიყო რა გააკეთეს ამ მღვდლებმა რა გააკეთეს მართალია დემნაუფლისწული არ მოკლეს მაგრამ ამ დედაატირებულებმა დაასაჭურისეს დემნაუფლისწული მიუხედავად იმისა რომ არ ყავდა მას შთამომავალი ჯერ არ ყავდა დემნაუფლისწულს ისი ახალგაზრდა იყო და დაასაჭურისეს თვალები დასთხარეს და 30,000 აჯანყებულიდან ყველა მოკლეს ყველა წარმოგიდგენინათ რა მხელა ტრაგედია ხდება ამ დროს თქვენ თუ შეგიძლიათ რომ წარმოიდგინოთ უნდა იყოთ მეფის კარის შეგრძნებული უნდა გქონდეს რა ხდება მეფის კარზე აი სისხლში და ხორცში უნდა გქონდეს ეს გააზრებული აი როგორც ფილმს რო უყუროთ და შეიგრძნოთ მთლიანად რა ხდება 30,000 კაცი მოკლეს ბიჭო და ამას კი არ დაჯერდნენ ეს მღვდლები იცი რა გააკეთეს ამას ხშირად ყვები ხოლმე და კიდე მოგიყვებით რა ამათი ორბელების იმ დროს ორბელები იყვნენ დღეს ორბელიანები არიან შემორჩენილი ისიც მეფის წყალობით გააპარა ორი ძმა მეფემ ორი ორბელი გააპარა რომ არ მოეკლათ ყველანი დედაბუდიანა ამოხოცეს მამა შვილი ბებია დედა აი ცოლი ყველანი ამოხოცეს ორბელები და მერე ეს შეატენეს გიორგი მესამეს საერთოდ შუაში არაფერში არ იყო ჯერ ეგერთიც გიორგი მესამე როგორც თუ დღეში ჩააგდეს წასული მეფე ქვეყნის დასაცავად ომშია უჯანყდები უტრაკოხა დედასპიცა ვარ მაგარი უტრაკოხა როცა მეფეს უჯანყდები ომში წასულ მეფეს უჯანყდები შენ ძმას უჯანყდები ძმათ ნაფიც მოდის მეფე გეხვეწება 6 თვის განმავლობაში რომ წამოდით რა მოლაპარაკებაზე წამოდით მაგის დედავატირე და არა მოლაპარაკებაზე არ წამოვიდნენ მერე გადმოდის ეს დემნაუფლისწული ეს პატარა ბიჭი და კარგ გადაწყვეტილებას აკეთებს გონია მაგრამ რას აკეთებს რეალურად თავიანთი ხალხი ვინც მეფეთ აირჩიეს სულ ყველა გაწირა იმის იმედით რომ მეფე შეიწყალებს 30,000 აჯანყებული როგორ უნდა შეიწყალოს მეფემ ვერ შეიწყალებს მეფე ძალიან ცუდ დღეში ჩააგდეს გიორგი მესამე მაგ დღეს იცით როგორ გაშეშებულია გიორგი მე ეს კადრი რომ დავინახე გავშეშდი გული აი ნახეთ შევიგზენი რას აკეთებს გიორგი მესამე რა დგას ხმას ვერ იღებს გული ერევა და ვერაფერი ვერ ამოდის არაფერი არაა კუჩი რომ ამოუვიდეს გული ერევა მაინც გესმის აი კუჩს ანთხევს გიორგი მესამე ისეთ ცუდ დღეშია მე რომ მისი შეგრძნება გავიაზრე რა მოხდა მაშინ და რა გაუკეთეს ვაფშე გიორგი მესამეს და მერე დადგნენ ახლა ისტორიაში თამარ მეფე არ ყოფილა ლეგიტიმური თამარ მეფე ვაფშე იქრას ცალკე ცუდ დღეშია წარმოიდგინე 30,000 თავის ხელას სულ ყველა მამაკაცი ამოუხოცეს თავისი გენერაცი რა ქვია გენერაცია არ ქვია ხო მოკლედ თავისი ტოლები სულ ყველა მამაკაცი ამოუხოცეს იმ 15,000 მაინც იქნებოდნენ წარმოგიდგენიათ რა ხდება ამ დროს აი თქვენ ვერ წარმოგიდგენთ იმიტომ არც გაგიაზრებით აზრი არ ახართ რა მოხდა მარტო დედასპიცა ვარ მარტო ლაყბობთ რა მარტო სიტყვებს ისვრით და იმ სიტყვების უკან აზრი არ ახართ რა ხდება და მართლა რეალურად რა დიდი ტრაგედიები ხდებოდა საქართველოს სამეფო კარებზე რა დგას ეს მეფე არის იცით როგორ უძლო მდგომარეობაში თქვენ ვერ მოკლეს თაობა ხო თაობა თამარ მეფის თაობა სულ ამოხოცეს ვიღა დარჩებოდა დარჩნენ აქეთ მხარეს ვინც გადმოვიდა ისინი ვინ იყვნენ აქეთ ომში ვინც იყო წასული მეფესთან ერთად ისინი დვალები მაგალითად თორელები
არის გვარები ჩამოთვლილი, ვინც დადგა გიორგი მესამის მხარ, ვინც იყო, ბიჭო, ეხლა უბრალოდ ძმათა ომი მოხდა რა, წარმოიდგინეთ რა ხდება, ეხლა მივდივართ ომში, დედას ვიწავ, აი ვართ ერთი ჯგუფი რა და ჩვენ ვიცავთ ქვეყანას. ამასობაში მე მივდივარ ომში და გეუბნები, მოდი რა, აი შენ დარჩი აქ რო საქართველოს თუ რაღაცა მოვიდა, შენ აი აქ იყავი და მიხედავ საქართველოს. ბიჭო, რას უკეთებენ ესენი, რას აქეთ ურტყავენ ხმალს. რატო აკეთებენ ესეთ რაღაცას, თორე კი, არა, ხო შეიძლებოდა ეს სხვანაირად გადაწყვეტილიყო, გადაატეხეს, ეხლა დემნა უფლისწული, ისა რა ქვია, ჯერ დემნა უფლისწული შეეწირა ამ საქმეს. პირდაპირ შეეწირა ამ საქმეს დემნა უფლისწული. არავითარ, აი შეეძლო ძალიან ჩვეულებრივად ეცხოვრა, ძალიან მაგარი კაცი იყო. კი, მაგარი კაცი იყო, მაგრამ შეწირეს ეს დემნა უფლისწული. იმიტომ შეწირეს, რომ ამბიცია ჰქონდათ ამ დეგენერატი ორბელებს. ამბიცია რო არ ქონოდათ, შეიძლებოდა რომ ეს საქმე სხვანაირად მოგვარებულიყო. მაგალითად, მეფეს რამდენჯერმე გაეფრთხილებინათ მეფე. თუნდაც თქვათ არ წამოსულიყო მეფე დათმობაზე. მერე მოეკლათ ის მეფე, კაცო და დაესვათ ეს დემნა უფლისწული. ამდენ ხალხს რატო კლავენ? 30,000 ადამიანს რატო იყოლიებენ ყველას მითხარით? ეს მეფისთვის ადვილია? იცით რამხელად კივილია ეს? თუნდაც გიორგი მესამისთვის თავისიანები იყვნენ, სისხლის წრემლებით ეუბნებოდა, ძმები ხართო ბიჭო, ნუ გაჯიქდით ეგრეო, გამოდითო, ვერ გავყოფ საქართველოსო, ვერო. და ადგნენ ესენი და ვიღაცა ვინ ისიც არ იცის როგორ გამოიყურება გიორგი მესამე არ ვიცი რა ხალხო რა დაგემართათ მართლა რა დაგვემართა აი რა დაგვემართ შეგვცვალეს ქართული სისხლი აღარ გვაქვს ჩვენ ეტყობა რა ესეთ რაღაცას როგორ ამბობ ხო უნდა გაიაზრო რა მოხდა რეალურად რა უნდა რა ინტერესი აქვს ამ რა ინტერესი აქვს ახლა 4835 ლაიქი აქვს ამ ვიდეოს რაზე აქვს ლაიქი რომ საქართველოს მეფე თამარი იყო არალეგიტიმური ეგ ბანძი ეგა დემნა უფლისწული მოკლა გიორგი მესამე ეგ ბანძი მეფე ეგა და ორბელები ძალიან მაგარი ტიპები იყვნენ და დემნა უფლისწული ეს საწყალი როგორ მოგვიკლეს რა უნდათ ახლა ამ ვიდეოთი რო თქვა ვერ ხვდები მე უბრალოდ ვერ ხვდები რა ინტერესი ემსახურება ეს ვიდეო თამარ მეფის გაბანძებას და გაშავებას გიორგი მესამის გაბანძებას და გაშავებას და დემნა უფლისწulis გაფეტიშებას თუ რა გინდათ რო თქვა მაგის დედავატირე მითხარით მაინც რა გინდათ რო თქვა კომენტარები არის ექსა დამოიკითხეთ უკაცრავად მეც მაინტერესებსო ისტორიის 9 კლასის წიგშიო ისწავლებაო მე-9 კლასის წიგში ბიჭო ის ისწავლება რომ ის არიციან თამარ მეფე რომელი წელს დაიბადა და რომელი წელს გარდაიცვალა რეალურად რამდენი წელი იმეფა თამარ მეფე მე კი იციან მაგრამ იმ წლიდან იმ წლამდე 1194 წელს თუ გამეფდა თამარი და 20 წელი იმეფა ბიჭო მოდი რა ერთი მე თუ არ შემიძლია ანგარიში მოდი რა ჩავწეროთ აქ 1184 წელს მეორედ გამეფდა თამარი და 20 წელი იმეფა. რომელი წელი გამოდის, რომელი წელს გარდაიცვალა? 1204 წელს. და 1213 წელი უწერიათ ამ დეგენერატულ მე-9 კლასის წიგში. რანაირად გარდაიცვალა 1213 წლებში? მაშინ უმეფია არა მხოლოდ 21 წელი და 20 წელი, არამედ უმეფია კიდევ 28 წელი, ხო? გამოვაკლოთ, ჰა? ოცდარვა წელი იმეფა თამარ რა? მაშინ ის მაინც დაწერეთ 20 წელი კი არა 28 წელი იმეფაო, კაცო, ან ერთი შეცვალეთ, ან მეორე. ყველანაირად როგორ გვადებილებენ, ვერ გავიგე. კიდე რა ისენი აქვს. არ ვიცი, ახლა გავბრაზდები ძალიან რა. ბიჭო, არც მეცნიერები ყოს ნორმალური რომ გამოიკვლიონ ეს სკოლის წიგნები მაინც დაწერონ, ქრონიკონის მიხედვით გიწერიათ ქართლის ცხოვრებაში. ან ის ქართლის ცხოვრება შეცვალეთ თუ იქ არის შეცდომა, ან მე-9 კლასის წიგნი შეცვალეთ თუ იქ არის შეცდომა. რა გავიგოთ, რომელია მართალი?
თქმულებების მიხედვით თამარ მეფე 16 წლისა გამეფდა და 20 წელი იმეფა. ესე იგი 1204 წლამდეც არ უმეფია თამარ ამ თქმულების მიხედვით. აჰა, პირველად ხო გამეფდა თამარი 1177-18 წელს, ხო? ეგეც რო გამოვითვალოთ, ხო ხალხო? აი უბრალოდ რა ვიცი, არ გაქვთ ეთყობა მაგის ნებისყოფა. 1177-ში მოხდა ეს აჯანყება, 18-ში გამეფდა. კაი, მიუმატოთ ერთი წელი. 1178 წელს თუ გამეფდა და 20 წელი იმეფა, მივუმატოთ ამას 20 წელი. 1198 წელს გარდაცვლილა თამარი მაშინ. ხო? და ვინ იმეფა? 1213 წლამდე ვინ იმეფა თამარის სახელით? ვინ დედამოწყნულმა ადამიანმა იმეფა თამარის სახელით 1213 წლამდე თუ 1204 წელს გარდაიცვალა თამარი? რუსუდანმა, ხო? მისმა მამიდამ, ხო? აბა ვის უნდა იმეფა? შვილი ყავდა 12 წლის. 12 წლის იყო ლაშა გიორგი, რომ დედამისი ცუდად გახდა და 4 წელი მოსაყდრედ ყავდა. და საკითხავი არის, დავითზე როდის დაქორწინდა, ხო? მე რო გამოვითვალე დავითზე რო დაქორწინდა, მას მერე რა შვილი გააჩინა, ბავშვები უნდა ყოლოდა ეს 7-8, ეს 9 წლის. აი ამ ასაკში უნდა ყოლოდა. დავითი რო გარდაიცვალა, ბავშვები 5 წლის იყვნენ. 5-6 წლის უნდა ყოფილიყვნენ. მერე კიდე რამდენი წელიც თამარმა იმეფა ამ 20 წლის განმავლობაში. წარმოიდგინე 20 წლის განმავლობაში, აი 20 წლის ეხლავე გეტყვით რა, ნახეთ, გადაითვალეთ უბრალოდ. 1184 წელს გამეფდა თამარი. მეორედ. 3 წელი მარტო იყო, არ იცოდა ვიზე დაქორწინებული იყო, ვერ ამოარჩია. მერე დაქორწინდა გიორგი რუსზე. მერე გიორგი რუსთან იყო 3 წელი, ხო? რამდენი წლის გამოდის თამარი ახლა ამ დროს? აბა მითხარით? 20 წლის თუ იყო თამარი და 21 წლის თუ იყო მეორედ რო გამეფდა, მიუმატეთ ამას 3 წელი. არის 24 წელი. 24 წლის ასაკში თამარი ქორწინდება გიორგი რუსზე. 24 წლის ასაკში მე რო ქორწინდება 3 წელი ამ რუსთან არის. მიუმატეთ ამას 3 წელი. ესე იგი 24-ს მიუმატოთ 3, 27 წლის არის თამარი, ხო? მერე გიორგი რუსზე განქორწინდება და 3 წელიწადში დაქორწინდება ისევ. 31 წლის არის თამარი, როდესაც გაჩენს პირველ შვილს. ეხლა მითხარით, აქ უკვე გავიდა რამდენი წელი? 10 წელი ხო გასულა? თუ კიდე 10 წელი დარჩა თამარს, ამ 10 წელში ბავშვების გაჩენაც მოასწრო. და რამდენი წლის იქნება 10 წელში თუ ბავშვების გაჩენა მოასწრო, 9 წლის იქნება ლაშა გიორგი, ხო, როცა გარდაიცვლება. და 9 წლის რო იყო, 9 წლისა ბავშვმა როგორ უნდა იმეფოს? ესე იგი ვინ იმეფა? ვისაც უნდა მეფობა რუსუდანმა იმეფა. აი იმ ჩათლახმა ქალმა იმეფა გიორგი ლაშა გიორგისთან ერთად. ვის ხელშიც იყო რეალურად მთელი საპატრიარქო. მაგაზე ვილაპარაკე, რომ შორინა თეთრუაშვილის ავითმეტი. მოკლედ ერთი კარგად დაითვალეთ რა ხალხო რა, აი იცი როგორ ილუზიებში ცხოვრობთ, მაგარ ილუზიებში. აი აშკარად მივხვდი ამ თამარ მეფისა სცენარის მუშაობის შემდეგ მივხვდი, რომ ჩვენ არც მეცნიერები ყოს ნორმალური, არც გამომძიებლები, არც ისტორიკოსები, არავინ არ იყოს ნორმალური რა. ბიჭო, მაგარს გვატყუებენ რა, ყველაფერში როგორ გვატყუებენ, ეზარებათ, დაზუსტება ეზარებათ, ზუსტად გადათვლა ეზარებათ, ის თუ არ იცი როდის დაიბადა, ის ხო მაინც იცი რამდენი წელი იმეფა, როდის გარდაიცვალა, როდის გამეფდა, გამოითვალე მაინც რაღაცნაირად დააზუსტე ეს საკითხები, ხო? მერე მოვლენ ვიღაცა უაზრო პატარა პუჭურები იმის გამო რომ რაღაცა თემა დამაწყნა რა ეხლა გაითიშა ინტერნეტ პირდაპირ ცილს წამებენ მერე იმ მეფეებს რომელსაც საერთოდ არაფერ შუაში არ იყვნენ ის საცოდავები ისინი მეცოდებიან სულ ყველა დავით აღმაშენებელიან დაწყებული თამარ მეფემ და დამთავრებული ყველანი საცოდავები იყვნენ უსაცოდავესები მაგრამ ერთი ეგ იყო რომ წერა-კითხვას სწავლობდნენ ძალიან ძლიერი მოაზროვნენი იყვნენ
და სიტყვის ძალის არსი ჰქონდათ ყველა მეფეს, ვინც კი ბაგრატოვანი იყო. არც ერთი მეფე მოღალატე არ ყოფილა საქართველოსთვის. მე მგონი ესე რომ ჩემო კარგებო კი უნდათ მუშაობდნენ იმაზე რომ თამარ მეფისთვის მოითხარათ ძირი, მაგრამ იცით რა მეგობრებო, თამარმა იმხელა იღვაწა იმის მადლს ვერ გადაფარავს ვერც ერთი წარმომადგენელი ამ დედამიწაზე. თამარი შეუერთდა ქრისტეს. თამარი არის ქრისტეს ძალაში. ქრისტეს ძალას ვერავინ ვერ გადაფარავს. ერთხელ და სამუდამოდ გაიგეთ ეს საკითხი და დაუყდით და დააყენეთ ტრაკები მართლა რა. ის მაინც გაიგეთ როგორ გამოიყურებოდა რეალურად გიორგი მესამე და ვარძიის ფრესკა. დემეტრეთ რომ მოგყავთ გიორგი მესამე რო არის ვარძიის ფრესკაზე. და მერე ილაპარაკეთ რა. თქვენ რას ფიქრობთ მეგობრებო, თამარ მეფე უნდა ასულიყო ტახტზე? მე ვფიქრობ რომ არ უნდა ასულიყო ტრაქტატზე. არ უნდა გამეფებულიყო თამარ მეფე. უნდა გამეფებულიყო რუსუდანი და დედა უნდა მოსწყნოდა რუსუდანს. აი მამიდამის და არა თამარ მეფეს. თამარ მეფე არ უნდა გამეფებულიყო. თამარ მეფეს უნდა ეცხოვრა თავისი ცხოვრებით, რაც არ დააცადა დედამოწყნულმა რუსუდანმა. ხო და იმას მიაფსა ძაღლმა და მიხოლია მის რეინკარნაციას ამ ცხოვრებაში ვინც არის ის რეინკარნაცია უკან. ოდითგანვე ყვალყორნები უშლიდნენ ადამიანებს თავიანთ დუალურ სულებთან შეხვედრას. რატომ? იმიტომ რომ თავისი დუალური სულები ადამიანს აი როგორც პლუს მინუსი რო შეაერთო, ის გამოყოფს ენერგიას. ენერგიას როცა გამოყოფს, თუ კი შენ მას დაუყენებ ნულ ფაზას, ანუ ქრისტეს, ის აუცილებლად ანათებს. ანუ ყველა შემთხვევაში თამარსაც, თამარის შვილსაც, თამარის შვილებს ორივეს უშლიდნენ. არ დააყენეს ყვალყორნებმა რომ ისინი შეერთოთ ცოლად გიორგი ლაშა გიორგის და იმას გაყოლოდნენ ცოლად, ვისაც უნდოდათ არც თამარს, არც გიორგი მესამეს, არც ლაშა გიორგის, არც რუსუდან დედოფალს, არც რუსუდანის შვილს, არც დავით ულუს, არც დავით ნარინს, არავის არ ახარებენ ყვალყორნები მაგათ უნდათ რომ ხალხი სიბნელეში ავყოფონ, მაგრამ ვეღარ გამოუვათ. აგერ პირდაპირი მნიშვნელობით მის კართან მივედი და პირდაპირ ვაჯახე შუბლში ის რაც უნდა მეჯახებინა და კიდევაც დევს მიწაში. ის ყვალყორნის ერთ-ერთი ყველაზე დიდი ყვავი. ხო და მერე გაიყოლა ყველა თავისიანი. მიყავს და მიყავს. ერთი რამ ვიცი რომ მათმა ტახტისთვის ბრძოლამ დაღუპა აღმაშენებლის აწყობილი ქვეყანა. აღმაშენებლის თექსტი ხო, აღმაშენებლის აწყობილი ქვეყანა მართლა დაღუპა, იმიტომ რომ ეკლესიას გადააბარეს. ეკლესიაში ყოველთვის სწრებოდნენ გველები. დავით აღმაშენებელმა რომ გაწმინდა ეკლესია, თამარ მეფე მერე სცადა, მაგრამ ვინ დაუჯერა თამარ მეფეს, ვაფშე ვინ დაუჯერა და მერე საბოლოო ჯამში ისევ ეკლესიამ დაღუპა საქართველო. ისევ ეკლესიამ, დღესაც ეკლესიამ დაღუპა საქართველო. გაიხედეთ აბა. ჩვენაირ ადამიანებს სატანებს უწოდებენ, ზვიადისნაირ ადამიანებს სატანებს უწოდებენ და ის ვინც სატანას უწოდებს საქართველოს ენის გადამრჩენელს, იმას ტრაქს ულოკავენ. აი ეგეთი ღუპა, ეგეთი ხალხი ღუპავს საქართველოს ზუსტად. შავი ყვალყორანი, რომელიც ქრისტეს სახელით ანტიქრისტეს ემსახურება. ეგენი არიან ანტიქრისტიანები. ეგენი არიან ანტიქრისტეს მსახურები და გველის წიწილები, რომლებსაც დაეშვათ წერტილი. ამინ. აგენ მეორესაც დავასვათ, აი. ეს.
წავედი ხა მეგობრო დავიღალე ისე ემოციურად ვილაპარაკე. მეგობრო მართლა ჩემი წიგნი არ გინდათ? აქ ისიცი რამ ხლა სიბრძნეები წერია? ძალიან ბევრი სიბრძნეები და გამოიწერეთ. დამიკავშირდით პირადში. პროზა და ლირიკა. ლირიკა არა. ოცდახუთი წლის წინ არ გაინტერესებთ რას ვწერდი? არა, მაშინ პატარა ვიყავი, მაგრამ ისეთ რაღაცეებს ვწერდი, რომ თვალებით შუბლზე აგივათ. აი ჩემი ლომი, აგე მედალიონი. ნახე? მაშინაც კი ვიცოდი, რომ მედალიონი იყო მნიშვნელოვანი საკითხი. ეს მედალიონი. უკვდავყოფა წერია თანაც. ნახეთ, 2014 წელს დამიხატია. უკვდავყოფა ქვია ამ ლიონს. ლომს. თამარ, რა კარგი რაღაცები დაგიხატავს. და აი მის გვერდით კი არის ვერ დამცირებული ესეთი რა ასევე არის აქ ის ობობა რომელიც ქსელში გვამყოფებს ყველას აი თავსაბურავიან ხალხს მადლობა უბას აღარ ვარ თავსაბურავიანი აი მეგობრებო, აი სად მაგ დახატული. ის რაც 28-ში უნდა მოხდეს. 2005 წელს მთვარის დაბნელება. აი ეს მთვარის დაბნელება არის გადამწყვეტი კაცობრიობისთვის. ხედავთ ხო რამხელა კატასტროფები ხდება ახლა რა მოხდა იქ მექსიკოში. ნახეთ ხო? დედაუტირა წყალმა 2000 წელი გასული. 2000 წელი გასული. აი ამ თვარის დაბნელებაზე ხა 28-ში რაც უნდა მოხდეს. 2000 წელი გასული, ესე იგი ქრისტეს შობას უკავშირდებით. ესე იგი რა ხდება, იცით მეგობრებო? დიდი ამბები ხდება. საერთოდ მე რაც დამაწერინა მამაზე ციერმა და დედაზე ციერმა, სული წმინდა. ყველაფერი არის წინასწარმეტყველება. რო ვკითხულობ ხოლმე, გული მისკდება, რომ სად აი რობოტიზაცია. მაშინ საიდან ვიცოდი ჯერ, რომ ეს იქნებოდა, მაგრამ ვიცოდი, აგე. სული წმინდა ყველაფერი იცის მეგობრებო, აბა ეგ იგი მქონდა. ნახე ვინ ამბობს და როგორი თვალებით ადამიანებიო. ნახეთ როგორი თვალებით ამბობს ადამიანებიო. რობოტია ეს რობოტი. აი უცხო ყვავილი მეგობრებო არის. ამ უცხო ყვავილს ვინც გასინჯავს. სასუფეველშია. მოკლედ, კაი რაღაცებია, ვისაც გაინტერესებთ, მომწერეთ და გამოიწერეთ, გამოგიგზავნით და 25 ლარის ნაცვლად 15 ლარად გამოგიგზავნით. ხო კაი და ფასდაკლება გავაკეთე. აი იქ ნახეთ რამდენი ყველა უნდა იყიდოთ. ყველა, იმიტომ რომ ამაში ფული მიმეცი და სხვათა შორის ჩემი მეუღლისგან არის დაბადების დღის საჩუქარი. 28-მდე გავაკეთებ ფასდაკლებას 15 ლარად. თუ 28-მდე შეიძენთ. რა მაგარი მარკეტინგიც ისიც გამოვედი, ხედავ რა მომიხსენი კომპლექსები ფულზე. 28-მდე თუ შეიძენთ 15 ლარად გამოგიგზავნით. ისე ღირს 25 ლარი. 28-ს მარიამობის შემდეგ ისე 25 ლარი გახდება მეგობრებო. აბა გამოიწერეთ ახლა ჩემთან მომწერეთ, ვინც 28-მდე მომწერს, ყველას 15 ლარში გამოგიგზავნით თავისი რასაც უქმნით, ხელმოწერით. ხელს მოგიწერთ ყველას. ისე მეზარება ხოლმე, საერთოდ ენერგია მიაქვს ხელს რო უწერ და ხელს მოგიწერთ ყველას, ვინც 28-მდე გამოიწერთ. მე ვინც გამოიწერთ, აღარ მოგიწერთ ხელს. აბა წავედი, გაკოცით. ისე გამახარებთ თუ გამოიწერთ მეგობრებო, ძალიან გამახარებთ. ხო? სამაგიეროდ თუ კი შემომივა თანხები ამ წიგნიდან, მაშინ
ამ ოთახისთვის ვიყიდი განათებას, ისე რომ დღეს რომ ფორმატი დავიწყე ინტერვიუ ხალხთან, იმისთვის განათებას გავაკეთებ კარგად და ლამაზად განათებული ეკრანი გექნებათ. კამერა კი მაქვს, მე დაგიმონტაჟებთ. ხო და რაღაცა თქვენც ხო უნდა იმას აქნათ, რაღაცა ენერგია მომცეთ, სუამენ რო გაძლევთ. თქვენიდანაც მჭირდება, თორე ლამის არის დავიღალო და დავასვა წერტილი ამ ყველაფერს, იმიტომ რომ ეს მონტაჟები, ეს საუბარი ხელა ენერგიას მოითხოვს, რომ თქვენ ვერ წარმოიდგინეთ, არა და აუცილებელიც არის. წუწუნი დავიწყე ხედა? იცის ხოლმე დაღლა სხვათა შორის. რა ვქნა ხანდახან მეც უნდა ვიწუწუნო ხოლმე, თორე ყველას რკინის მქონი ვარ. აბადროებით. მინდა ძალიან, აი ლია 28-მდე უკვე 15 ლარად შეძენილი გაქვს. პირადში მომწერე და იმას ვიზავ. გამოვიკითხავ შენს მონაცემებს და გამოგიგზავნი ადგილზე, სადაც ხარ. აბადროებით. გამახარე ძალიან ლია, იმიტომ რომ ხანდახან ვფიქრობ ხოლმე რა არის მეთქი ვაკეთებ წერ და არავის არ აინტერესებს და ცოდო არა ვარ. მეც გული მწყდება ხოლმე ხანდახან. ხომ ხართ ეხლა კარგად შეტევა ხომ არ ქო? არა, შეტევა აღარ მაქვს. აი კიდევ შეიძლება დამიწყოს დილით რაღაცა ეს 2 საათი გაგრძელდეს და მე მორჩება. აი რაღაცა საათში დამეწყება 2 საათი გაგრძელდება და მორჩება. თქვენ ხო არ ინერვიულეთ კაცო მაგაზე. მე ის ყოველდღიურად მეწყება ეგრე და 2 საათი გრძელდება მხოლოდ ეგ შეტევა, მეტი არა. აბადროებით, კარგად. მადლობა თქვენ ლია.